რუსო, ისევე როგორც გურიაში, აჭარაში იმერეთშიც ყველაზე უფრო თვალსაჩინო არის არამხოლოდ დიდთოვლობა და ის პრობლემები, რომელმაც ასობით ოჯახს სერიოზული საფრთხე შეუქმნა, არამედ უფუნქციო სახელმწიფო არის ყველაზე უფრო თვალსაჩინო, რასაც ახლა მე ვხედავ. ანუ უზარმაზარი საბიუჯეტო რესურსი, რომელიც სწორედ იმიტომ არის გამოყოფილი, რომ მსგავსი კრიზისების დროს მოქალაქემ არ იგრძნოს, რომ ის არავის არ აინტერესებს და მთელი კვირის განმავლობაში მოკითხვა ამას არ ელოდეს სახელმწიფოსგან, ქმედით ნაბიჯებზე საუბარი აღარ არის და ეს საბიუჯეტო რესურსები სად არის გაფლანგული, აი ეს არის თავარი კითხვა, იმიტომ რომ აქ რომ მოდიხარ და ხვდები ადამიანებს და ესაუბრები და აგროვებ ინფორმაციას მათი გასაჭირის შესახებ და ხედავ ადგილზე მდგომარეობას, ფაქტია, რომ ფუნქციური სახელმწიფო აქ დღეს არ არის მოქალაქეების გვერდით ამ გასაჭირში. ეს არის ძალიან ნიშანდობლივი და ძალიან თვალშისაცემი. რაც გაკეთდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ატყდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით პანიკა, იმიტომ რომ ადამიანები ხვდებოდნენ, რომ არ გამოფხიზლებული იყო საზოგადოებრივი ჯგუფები, მედია და რიგ შემთხვევაში იძულებული არ გამხდარიყო ოცნებაც რაღაც გაეკეთებინა, საერთოდ უმძიმესი მდგომარეობა იქნებოდა გაცილებით უფრო მეტი ზიანი, ვიდრე დღეს არის. და ამის შემდეგ რაღაცნაირად შეიბერტყეს ყური. ჩვენ მათ შორის გვაქვს შემთხვევები, რომ სადაც ჩვენ გავდივართ კომუნიკაციაზე და ვესაუბრებით მოსახლეობას და ვიგეგმებით, რომ გავიდეთ და მივეშველოთ, აი ამას რო გაიგებს თვითმმართველობა, სხვადასხვა რეგიონში ამის შემდეგ იწყებენ მოქმედებას. წინააღმდეგი არა ვარ, ამისთვის იღებენ ისინი ხელფასებს და ამისთვის აქვთ მათ 100-ჯერ მეტი რესურსი, ვიდრე ეს შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკურ ჯგუფს, მაგრამ ფაქტი არის, რომ მაშინ, როდესაც მათ ჰქონდათ ყველა შესაძლებლობა, როგორც ინფორმაცია მეტეოროლოგიური პროგნოზის სახით, ასევე რესურსი, რომ ისე მომზადებულიყვნენ ამ სტიქიისთვის, რომ დღეების განმავლობაში და ახლაც თქვენ ჩართვაში ხო ადამიანებს არ შექმნოდათ ძალიან სერიოზული პრობლემები, მხოლოდ უკან მიდევნებული ლამპარის პოლიტიკით მუშაობენ, რომ აი რაღაცა აჩვენონ, რომ ეხლა თითქოს რაღაცას აკეთებენ. კი ბატონო, თქვენ როგორ ეხმარებით მოგვიყევით რა უგზობა. კი ბატონო. ყველაზე დიდი პრობლემა არის გზა რომ არ არის გაწმენდილი, ახლა რამდენიმე ცენტრალური მონაკვეთი, ცენტრალური გზის არის ბოლო დღეებში მოკიდეს ამას ხელი, მაგრამ განსაკუთრებით მაღლა სოფლებში და შიდა სასოფლო გზების გაწმენდა არ ხდება და ეს რეალურად მოსახლეობისთვის არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს პრობლემა გადაგვეჭრა, რამდენიმე დღეა მაგალითად ვანის რაიონში ძალიან ინტენსიურად მუშაობთ, მათ შორის სპეციალური ტექნიკის დახმარებით. ჩვენ ეს კერძო პირებისგან ვიქირავეთ და გაუგებარია რატომ არ აკეთებს იგივეს სახელმწიფო, მაგრამ პრობლემა რა არის, იცით, ეს კერძო ტექნიკაც არ არის მარტივი მოსაძიებელი და არ არის უხვად, რომ შეძლო ყველას მიეშველო. ანუ ერთ ტრაქტორს ზოგჯერ ერთი რეგიონიდან მეორეში გადაყვანა გვიწევს. ამიტომ ამას მიაქვს ძალიან დიდი დრო. და ჩვენ და ასევე ინფორმაციის შეგროვებას და გადამოწმებას, აი ნორმალურ ვითარებაში სახელმწიფო რო თავის ადგილას იყოს, როგორ უნდა იყოს ისიც ეს გაკეთებული. მე ამას გრძნობ საკუთარ თავზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო გვეკარგება სწორედ იმაში, ვის სად როგორ დავგეგმოთ და როგორ მივეშველოთ ეფექტიანად, რომ ინფორმაცია სწორად, აკურატულად, ზუსტად დაგროვდეს საჭიროებებზე, ლოკაციაზე და ასე ვიმოქმედოთ. ამაში მიდის ძალიან დიდი რესურსი. ჩვენი სხვა მოხალისეობრივი ჯგუფების სახელმწიფოს უნდა ქონდეს შექმნილი ცენტრალიზებული შტაბი. ეხლა ჩვენ მოქმედებთ ძლიერი საქართველოს შტაბის ფარგლებში, ჩვენი რესურსით, რომელიც რა თქმა უნდა გაცილებით უფრო მწირია ვიდრე სახელმწიფო რესურსი. სახელმწიფოს უნდა ქონდეს ერთიანი შტაბი, ერთიანი საინფორმაციო ბაზა და მერე ნაწილდებოდეს საქმე და ვინც სად უფრო ეფექტურად იმუშავებს, დანაწილდეს, ოღონდ იყოს სინერგია და ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ჩვენთან კონკურენციაში შემოდიან, გაიგებენ, რომ სადღაც ძლიერი საქართველო მიდის და დაფაცურდებიან და ეხლა იქეთ მირბიან, ხელს გვიშლიან მთელ რიგ შემთხვევებში.
და ასევე ხელს უშლიან მოხალისეებს ხომ ჩვენ არ ვართ მარტო ველზე საბედნიეროდ ძალიან ბევრი სამოქალაქო ჯგუფი არის თბილისიდან ქუთაისიდან ამ ადამიანებს ლანძღვის და ხელშეშლის მეტი არანაირი დახმარება და ესე რომ ვთქვათ ზაობა იმისა რომ ახლა მაინც ამ გასაჭირში მაინც რაღაცა ძალების გაერთიანება მოხდეს ოცნების მხრიდან არ არის კი ბატონო თორე ჩვენ ამის ოღონდ ადამიანებს მივეშველოთ და დავეხმაროთ და შევუმსუბუქოთ ეხა ის ტვირთი ასევე მინდა გითხრათ ეხა ზოგს ვერ წარმოუდგენია რომ არის ზომდე მისვლა მეზობელთან გადასვლა ხო სხვადასხვა ესე იგი საქართველოს ვინც იცნობს სხვადასხვა გამოწვევები აქვს ზოგჯერ მეზობელი ისე შორს ცხოვრობს რომ მართლა ვერ გადახვალ ეს არ არის ესე კორპუსული დასახლება და მჭიდრო დასახლებები ყველგან იმერეთში ხო ამიტომ ძალიან სერიოზული გამოწვევა ზოგს მოხუცი ყავს ზოგს ბავშვი ყავს ვერ დატოვებს ვერ გავა აი ესე უნდა მუშაობდეს სახელმწიფო ინდივიდუალურ საჭიროებებზე მაგრამ სახელმწიფოს ჩვენ აქ ვერ ვხედავთ და ვცდილობთ ეხლა შევეხიდოთ ადამიანებს რომლებსაც სხვა საშველი ამ ვითარებაში არ აქვთ მადლობა ანა ანა ნაცრუშვილი გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში ძლიერი